დღეს მეგობრებო, მინდა ასეთ საკითხზე ვისაუბრო, იპოვე და შეინარჩუნე კმაყოფილება. სათაურმა არ მოგატყუოთ. მოიცა რა კმაყოფილებაზე და უკმაყოფილებაზე მოგვიწევს ლაპარაკი. ეს არის, რა ვიცი, ერთ-ერთი თავისი შინაარსით, თავისი არსით უმნიშვნელოვანესი თემა. ქრისტიანული ცხოვრებისთვის. იყო, არის და იქნება დიდ გამოწვევად ქრისტიანობა. კმაყოფილების საკითხი და ამასთან ერთად, სადაც ისმის კმაყოფილება, იქ ყოველთვის არის უკმაყოფილების საკითხი, არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა. ის იყო ქრისტიანული თაობებისთვის თუ საერთოდ მორწმუნეთა თაობებისთვის, სანამ ქრისტიანობა გაჩნდებოდა. ისრაელისთვის იყო ეს აქტუალური საკითხი, ჩვენ ამ მაგალითებს დღეს მოგიყვანთ. იმიტომ რომ სადაც ლაპარაკობთ კმაყოფილებაზე, იქ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ უკმაყოფილებაზე. და ზოგჯერ ადამიანები ამას ძალიან მარტივად უყურებენ, როცა ადამიანი უკმაყოფილო ან გამოიყურება უკმაყოფილოთ. ამაზე ახლა არავინ არ ტეხავს იმას, რა ქვია, პანიკას, მაიმე რატომ ხარ სულ უკმაყოფილო, რატომ გაქვს სულ უკმაყოფილო გამომეტყველება, რატომ ხდება ასე, შეიძლება ვიღაცას და დიდ ყურადღებას ამას არ ვაქცევთ, მაგრამ არც ის გვინდა ეკლესია, რომ ადამიანებს შევაჩვიოთ, თითქოს კმაყოფილები არიან გარეგნულად. ბიბლია ძალიან ბევრს ლაპარაკობს თვალთმაქცობის შესახებ. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არ ვიყოთ თვალთმაქცები. არაფერი ვაკეთოთ თვალთმაქცურად. და ძალიან ადვილია ძვირფასებო, რომ ხანდახან თვალთმაქცობაში ჩავიძიროთ. იმის გამო, რომ ვიღაცას არ ვეჩვენო უკმაყოფილოთ, შეიძლება იმის გამო, რომ არ მომაბეზრონ და არ გამაბეზრონ, შეიძლება მივიღო რაღაცა კმაყოფილი იერი და ადამიანებს ვეჩვენოთ კმაყოფილად. ეს არ გვინდა ჩვენ ეკლესიაში. ამას არ ვცდილობთ, ამისთვის არ ვიქადაგებ დღეს, რომ გარეგნულად კმაყოფილი იერი მივიღოთ ხოლმე, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის შინაგანი პრობლემა. ეს არ არის ემოცია. კმაყოფილება ან უკმაყოფილება ემოცია არ არის. კი, ხანდახან ის გამოხატულია როგორც ემოცია. ან დადებითი, ან უარყოფითი ემოცია, მაგრამ წყარო არ არის ემოცია. ეს არის შინაგანი დამოკიდებულება, ეს არის გულის მდგომარეობა და ძალიან საყურადღებოა, მეგობრებო, დღეს ბევრმა თქვენთაგანმა ახალი აღმოჩენა უნდა გააკეთოთ საკუთარი თავისთვის. მე ამას გვირდებით. თუ იქნებით გულწრფელნი, თუ იქნებით ყურადღებიანი, თუ იქნებით გახსნილნი, მიმღებნი, თქვენ აღმოჩენას გააკეთებთ საკუთარი თავისთვის. წავიკითხავთ პირველი ტიმოთეს მე-6 თავის 6-7 მუხლებს. აჰა, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად, რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ჩემი თხოვნა როგორც ყოველთვის არის რა? როცა ეკლესიაში მეგობრებო მსახურების დროს ვკითხულობთ კონკრეტულ მონაკვეთს, ყველა ეს მონაკვეთი წარმოადგენს კონკრეტულ კონტექსტებს. რთული არის ყველა კვირას წავიკითხოთ მთელი კონტექსტი. დროიდან გამომდინარეა რთული. ამ აზრის გასაგებად ძალიან დაგეხმარებათ ეს კონტექსტი წაიკითხოთ. ანუ რას შეეხო მოციქული აქ? ის ლაპარაკობს შემდეგში ვერცხლის მოყვარეობაზე, ფულის სიყვარულზე ლაპარაკობს. და ლაპარაკობს მეგობრებო ასევე წინამუხლებში ლაპარაკობს, რომ ზოგიერთებსო ქრისტიანებსო ღვთისმოსაობაო გონიათო რაღაც მოსაგები. ანუ მექნება ღვთისმოსავი გამომეტყველება, თითქოს მექნება იმიჯი ღვთისმოსავი ცხოვრებისა და ამით მოვიგებ რეპუტაციულად ადამიანების თვალში. ძალიან გასაგებად, უფრო მეტად გასაგებად რომ გითხრათ, ნახეთ ეგრეთ წოდებული სულიერი ადამიანის იმიჯს შევიქმნი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი სულიერი ვარ, აპრიორი ძალიან ჰიპერაქტიული ვარ, რაღაც საგმირო საქმეებს ჩავდივარ. არა, იმიჯს შევიქმნი შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს გაჩნდა ეკლესიაში, რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ამიტომ გთავაზობთ კონტექსტი წაიკითხოთ, ისეთ რაღაცას ეხება პავლე, შეიძლება გაგიკვირდეს კიდევაც, მოიცა ეკლესიაში იყო ეს პრობლემა? რომ ვიღაცებს თურმე ეს ღვთისმოსაობის იმიჯი უნდა გავლენის მოსახდენად, რომ ბევრი რამ მოიგოს. მაგრამ ის ამბობს, ნახეთ,
დიდი შენაძენი, დიდი მოგება არის ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. პავლე მოციქულმა წარმოადგინა ორი ტერმინი ღვთისმოსაობაზე დღეს არ ვილაპარაკებთ უბრალოდ. არა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ დღეს ვილაპარაკებთ სწორედ კმაყოფილებაზე. უნდა ვიპოვოთ და გმართებს შევინარჩუნოთ. არ არის ადვილი შეინარჩუნო კმაყოფილება. არ არის ადვილი ეს დიდი მოგება არის თუ ადამიანი ისწავლის კმაყოფილებას და დარჩება კმაყოფილებაში მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაში გავლაც გვიწევს ან მოგვიწევს. ანუ შინაგანი მდგომარეობა შევინარჩუნოთ. გარემოებებზე კი არ ვიყოთ დამოკიდებული. იმიტომ რომ გარემოებები იცვლება. დღეს შეიძლება მქონდეს კმაყოფილების მიზეზი, ხვალ შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს ყველა ის მიზეზი, რამაც შეიძლება დღეს კმაყოფილად მაგცია. მაგრამ წერილი ამბობს, რომ დიდი შენაძენია, დიდი მოგება. როცა ადამიანს აქვს ეს კმაყოფილება, როგორც შინაგანი მუხტი, როგორც შინაგანი мотиваცია და რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან, ამის გჯერათ? ქრისტიანებო. ბიბლია მეტსაც ამბობს შიშველი მოვედი, იობი ამბობს ამას და შიშველი წავალ. დასაცმელიც კი არ გვეცვა. წასვლისას დასაცმელს ჩაგვაცმევენ. გამოგწკიპავენ. ხო იცით ზოგჯერ საწყლებს მთელი ცხოვრება ახალი ტუფლი არ წმიათ და საბმაში სასახლეში ჩააცმევენ ხოლმე ახალ ტუფლებს. მახსოვს ერთხელ მეზობელი მყავდა ინტელიგენტი კაცი სოფელში და პედაგოგი იყო და სულ ხალხსტუხით დადიოდა მთელი ცხოვრება და როცა გარდაიცვალა, ცოლიც პედაგოგი ყავდა და როცა გარდაიცვალა, ცოლმა მოითხოვა რომ ვინ ჩააცნოს აუცილებლად ხალხსტუხი გაუკეთოს. ხო და ვინ იცოდა იქ სოფელში ხალხსტუხის გაკეთება და ერთი ჩვენი მოგვარე კაცი იყო, იმან იწვალა და ვერ გაუკეთა ახლა ეს ხალხსტუხი რა და გამწარებული იყო, არა კაცო, ცოლმა თქვაო, თავკაცი ეუნება, ცოლმა თქვაო, აუცილებლად გამწარებული იყო, არ მიიღებენო კაცო ხალხსტუხის გარეშე, რა თუნდა ხალხსტუხი. მეგობრებო, ეს არ არის გულის გასატეხის სიტყვა. ეს არის შეხსენება, მოვედით შიშვლები, არაფერი არ მოგვიტანია და არაფერს არ წავიღებთ. თუმცა ბიბლია ამბობს, აქედან არაფერს არ წავიღებთ, მაგრამ იქ შეგვიძლია დავიუნჯოთ. მომყვებით ქრისტიანებო? ჯერათ ამის? რომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, შეგვიძლია ისე რამე ვაკეთოთ, ისეთი რამე ვაკეთოთ, რომ ზურგზე მოკიდებულს არაფერს არ წავიღებთ, მაგრამ დავიუნჯებთ. დავაგროვებთ. ზეცაში დავაგროვებთ. ეს რეალობა არის. ეხლა კითხვა. ხშირად ადამიანების ინერტულობა საიდან არის გამოწვეული? ინერტულობა ქრისტიანული ცხოვრების მიმართ. ინერტულობა ქრისტიანული საქმიანობის მიმართ. თქვენ რა გონიათ მეგობრებო, ვიღაცებს ესე დაანათლა ღმერთმა რომ აქტიური იყოს, მებრძოლი იყოს? არა. არა მეგობრებო. ისინი უბრალოდ იბრძვიან. მათ უბრალოდ სცნეს ეს ჭეშმარიტება, გაუსწორეს თვალი ამ რეალობას და ამიტომ ცდილობენ რომ იყვნენ აქტიურნი, არ იყვნენ პასიურნი, იმიტომ რომ როცა ადამიანი პასიურია, ეს პასიურობა არის მეგობრებო, სწორედ იმ შინაგანი პრობლემის შედეგი. თუნდაც რასაც დღეს ვლაპარაკობთ, კმაყოფილება და უკმაყოფილება, ნახეთ, კმაყოფილი ადამიანი, ბედნიერი ადამიანია, კმაყოფილი ადამიანი, მადლიერი ადამიანია. უკმაყოფილო ადამიანი ვერ იქნება მადლიერი ადამიანი. იმიტომ თუ უკმაყოფილოა და განმარტავთ ამ ყველაფერს, ის მადლიერიც ვერ იქნება. კმაყოფილების საწინააღმდეგო სიტყვა არის უკმაყოფილება. და მე გეუბნებით ქრისტიანებო, ნებისმიერი, ანუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება წამოყოს თავი უკმაყოფილება. აი რატომ უნდა მომაქციოთ დიდი ყურადღება, ეხლა რატომ უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება ამ სიტყვას? შეიძლება არ გიფიქრია აქამდე სერიოზულად ამ საკითხზე. მაგრამ მე გეუბნებით ამით ვიწყებ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება თავი წამოყოს უკმაყოფილება. შეიძლება გაჩნდეს უკმაყოფილება. შეიძლება გუშინ იყავი კმაყოფილი, შეიძლება
რძალი შეიძინეთ, ქალბატონებო. შეიძლება სიძე შეიძინეთ, ან რაღაცა, შეიძლება სახლი შეიძინეთ, შეიძლება მანქანა შეიძინეთ. ყველა ეს შენაძენი, ნებისმიერი შენაძენი გარკვეულწილად რაღაც დოზით ქმნის კმაყოფილებას. მაგრამ შეიძლება ხვალ ნებისმიერ სფეროში ცხოვრებისა თავი წამოყოს უკმაყოფილება. და როგორ გამოკლავდები ამ ყველაფერს? როგორ გადალახავ ამ ყველაფერს? უკმაყოფილება არ არის ემოცია, როგორ ვთქვით, არამედ ეს არის გულის ისეთი მდგომარეობა, მიაქციეთ ყურადღება. როდესაც ადამიანი არ არის კმაყოფილი იმით, რაც ღმერთმა მისცა, ან დაუშვა მის ცხოვრებაში და მუდმივად გრძნობს, რომ ბედნიერებისთვის კიდევ რაღაც აკლია. მე მგონია გაშუქდა და მიაყოლეთ კიდევ ერთხელ უნდა წავიგითხო. ეს არის გულის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არ არის კმაყოფილი იმით, რაც ღმერთმა მისცა, მოიცა ძმაო, მე მგონია შენ რაღაცას არასწორად ამბობ. როგორ არ ვარ კმაყოფილი, რაც ღმერთმა მომცა? ძირფასებო ერთ წუთი დაფიქრდით. ბიბლია გვეუბნება, რომ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც ღმერთისგან არ მიგვიღია. არაფერია ის ჩვენ ცხოვრებაში ისეთი, რაც ღმერთისგან არ მიგვიღია. ყველა სიკეთე ღმერთისგან მოდის. და შენ ეხლა როცა შეიძლება გიკვირს ეს, მოიცა უკმაყოფილო იმით კი არა ვარ, რაც ღმერთმა მომცა. რაც არ მომცა, იმით ვარ უკმაყოფილო. ვიმეორებ, უკმაყოფილება ეს არის გულის მდგომარეობა, როცა ადამიანი კმაყოფილი არ არის იმით, რაც ღმერთმა მისცა, ან დაუშვა. ეშვება რაღაცები ჩვენ ცხოვრებაში. დაშვებულა რაღაცები ჩვენ ცხოვრებაში. და როგორ გაივლი ამ ყველაფერს? ჩვენ რომ მქონდეს განრიგები ასე, ორშაბათი, სავარაუდო რისკები. შეიძლება მანქანა დაგეჯახოს. სამშაბათი, შეიძლება აგური გადმოვარდეს შენობიდან. ოთხშაბათი, ამ დროს სიდეთს ერიდე. ასე არ ხდება ძვირფასებო, ცხოვრება არის ცხოვრება. ადამიანებს კითხვები უჩნდებათ, რატომ მე? რატომ მე? მაგრამ არის მომენტები, როცა რაღაცა ეშვება ჩვენ ცხოვრებაში, ძვირფასებო. წინასწარ არ ვიცით, მაგრამ მერე შეგვიძლია გავიგოთ. დიახ, ეს პასუხისმგებლობა გვაქვს. ნებისმიერი ვისაც რთული დღეები გქონიათ, მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, არაფერი არ გისწავლიათ მისგან, თუ ეს კითხვები არ დასვით ღმერთის წინაშე. თუ თქვენი ლოცვა არ გაამრავლეთ ღმერთის წინაშე, უფალო მაცოდინე, რა იყო ეს, რა მასწავლე ამით, რისი სწავლა გინდოდა ჩემთვის. თუნდაც ის ძველმოდურად ნათქვამი, ვიცი რომ ზოგიერთებს ეს არ მოსწონთ. სად იყო ღმერთო, სადმე ჩემი ფეხი ხო არ გადაუხვია, ჩემმა ფეხმა ხო არ გადაუხვია. უფალო რამე ხო ისი არ გავაკეთე, რამაც სადღაცა რაღაცა ჩიხი წარმოშვა. სამწუხაროდ მეგობრებო, იცით ქრისტიანები შევეჩვიეთ ასე გადარბენას. არის ადამიანები, რომელიც ცოტა თავისუფლად უყურებენ, ასე ფიქრობენ, ასე ამბობენ, მორწმუნეს ყველაფერი სასიკეთოდ ეწევა. მეგობრებო, დაზუსტება ჭირდება ამ ჩანაწერს. ბიბლია არ ლაპარაკობს, რომ მორწმუნეს ეწევა ყველაფერი სასიკეთოდ. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის განზრახვით მოწოდებულებს და მის მოყვარულს სასიკეთოდ ეწევა ყველაფერი. და მაშინ განსხვავება არის. მორწმუნე უფალო უფრო არაფრის მთქმელი ტერმინია, ვიდრე მისი განზრახვით მოწოდებული და მისი მოყვარული. მაგრამ ეს სასიკეთოდ რომ მობრუნდეს, მეგობრებო, ნახეთ, პასუხისმგებლობა ჩვენს გვაკისრია. ღმერთი რაღაცას უშვებს და ჰოის აოცრებავს, სასიკეთოდ უშვებს, ჩვენ ეს არ გვესმის. ვინ იტყვის დღესაც, ხომ კარგად ვიცნობთ იობის წიგნს, მეგობრებო, მაინც რჩება რაღაც დაბრკოლების ლოდათ ეს წიგნი. მაინც რჩება დიდ თეოლოგიურ კამათის საგნად ეს წიგნი. როგორ ვიღაცა მარტივად იტყვის, კაცო 7 შვილი კი დაკარგა, მაგრამ 12 ხო შეეძინა. ხალხო, რას ამბობთ? ჩვენ ხომ ძაღლები არა ვართ, მე ძაღლებიც კი განიცდიან. როცა ლეკვებს გამოაცლიან ძაღლებს, იცით რამდენ ხანს ნერვიულობენ? და ჩვენ ადამიანები ვართ, როგორ შეიძლება ეს ასე ვთქვათ, ერთი კი დავკარგე, მაგრამ ორი მომცა უფალმა. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი გვითხრა ამ წიგნით უფალმა, მაინც გვიჭირს საბოლოო ჯამში ჩავწვდეთ ღვთისგანგებულებას, მეგობრებო. თუმცა არაფერია დაფარული. და ღმერთს აქვს პასუხები. იფიქრეთ ამაზე. ანუ რაც ღმერთმა ჩვენზე დაუშვა, რაც ღმერთმა მოგცა, ამით ვართ უკმაყოფილო.
და გვაქვს განცდა რომ რაღაცა აკლია ჩემს ცხოვრებას ბედნიერებისთვის. ყურადღებით რომ მომისმინოთ, კიდევ ერთ დამაინტრიგებელ რაღაცას გეტყვით, მეგობრებო. არსებობს სამყაროში არსებობს ეს განსხვავებული ორიენტაციის დიდი პრობლემა. ეკლესიის კათედრებიდანაც კი აღარ არის მარტივი ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა სანამ ცოცხალი ვიქნები, არ შემეშინდება რომ თქვა რა არის ცოდვა და არის თუ არა ცოდვა, თუნდაც ეს სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. დიახ, ეკლესია სწამს ამის, ჩვენ მყარად გვწამს ამის, რომ ეს არის ცოდვა. ეს არის გაუკუღმართება. ბიბლიის თანახმად. გესმით მეგობრებო, მაგრამ ის პოლემიკა, ის კვლევა, რაც ბოლო წლებში ჩატარდა, 300 წლის უკან ვერ ჩატარდებოდა კვლევები, ასეთი კვლევები. ტექნოლოგიურ ეპოქაში არის საშუალება დღეს ჩატარდეს დიდი დაკვირვება, ჩატარდეს დიდი კვლევა. იცით მეგობრებო, ხანდახან მედიცინა რაღაცისკენ იხრება, ეს ხალხი მსხვერპლია, ის რაღაცა, ის ასე იყო, შეიძლება ბიოლოგიური შეცდომა არსებობდეს, ჩვენ ეს მოგვისმენია, ბავშვი დაიბადა ესე ორი სქესით. და შეცდომა დაუშვეს ექიმებმა იმ დროს, როცა არ ქონდათ ამის შესახებ არანაირი ცოდნა და ბავშვი თვითონ გადაწყვიტეს, რომ ჩარეულიყვნენ ოპერაციულად, ჩაერივნენ და გადაწყვიტეს ასე, რომ კონკრეტულ სქესს მისცეს უპირატესობა, აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი შემდეგში მაინც გადაიხარა სხვა სქესისკენ და აქ ლაპარაკი იყო მართლაც ექიმების შეცდომაზე და რაღაც ანომალიურ მოვლენაზე, როცა ბავშვი დაიბადა ორივე სქესით. მაგრამ როგორ ფიქრობთ მეგობრებო, ამ ეგრეთ წოდებული ჰომოსექსუალური თუ ტრანსგენდერული თუ ასეთი ორიენტაციების შემთხვევები ყველა ასეთია? არც კი დაიჯეროთ მეგობრებო. ეს შეიძლება იყოს 0.00000 რაღაცა პროცენტი. ამიტომ მარტივად ამბობს ხოლმე ხანდახან მედიცინა, მეცნიერება, რომ ნუ ეს ასია, ის ასეთი მიდრეკილებით იბადება. ბიბლია ასე არ ამბობს. და ღმერთი ჩასაფრებული არ არის მეგობრებო. ღმერთს მხოლოდ ხილების სიტყვა კი არა აქვს, ღმერთს განკურნების გზაც აქვს. განთავისუფლების გზას აქვს. ღმერთს შეუძლია ადამიანს განთავისუფლება. და მსგავს სიტუაციებშიდაც კი, რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითი? გეტყვით ახლა. ერთ-ერთი მიზეზი, როცა ადამიანი იწყებს არატრადიციული ორიენტაციისკენ ფიქრს, არის დაუკმაყოფილებლობა. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ. ფსიქოლოგების კვლევა არის. ადამიანს არ აკმაყოფილებს ის ურთიერთობა, ის კავშირი ღვთისგან მოცემული მამაკაცად და დედაკაცად ყოფნის ან ცოლქმრული ან თუნდაც ცოდვილებს ეს პარტნიორული, ჩვენ ხომ ამას არ ვცნობთ, ჩვენ ქრისტიანები ვცნობთ ქორწინებაში მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას. ბიბლია გვაფრთხილებს ამის შესახებ. მხოლოდ ქორწინებაში არის ცნობილი და აღიარებული სექსუალური ურთიერთობა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ქორწინებებიც არსებობს, არის უკმაყოფილება ამ სფეროში, მეგობრებო. და არა მხოლოდ აქ, არამედ იმ თუნდაც თავისუფალ პარტნიორულ სექსუალურ ურთიერთობებშიდაც ადამიანები არიან მიდრეკილნი მეტისკენ, იმიტომ რომ არ აკმაყოფილებთ ის რაც არის და ეს ჩემი აზრი, არ გეგონოთ, მე აქ არ ჩემი კომპეტენცია შეიძლება ნული იყოს ამ სფეროში. მე უბრალოდ გიზიარებთ იმ გარკვეულ რაღაც ფსიქოლოგიურ კვლევებს და დაკვირვებას, რაც გამოთქმულა, რომ ადამიანი იმიტომ მდგავს შემდეგში ნაბიჯს, რაღაც ახალგამოცდილებას ეძებს, იმიტომ რომ უკმაყოფილოა, ეგოისტური მიდგემა აქვს. მეტი უნდა მიიღოს, მეტი სიამოვნება უნდა მიიღოს, მეტი კმაყოფილება უნდა მიიღოს და ამიტომ იწყებს ის რაღაცა არატრადიციული ურთიერთობების გაპრაქტიკებას. წარმოგიდგენიათ, რა ის შეიძლება უბიძგოს არასწორმა, აი როგორ ჩდება ხშირ შემთხვევაში არასწორი სურვილები, საიდან არის წამოსული? როგორ ეძებს ადამიანი მეგობრებო, აი ამ კმაყოფილების მიღწევას ხშირ შემთხვევაში არასწორი სურვილების დევნაში ვარდება ქრისტიანი მათ შორის და ამ საკითხს ნუ გიწარმოიდგენთ ახლა მხოლოდ ყველა სფეროში, იმიტომ რომ ეს შინაგანი მდგომარეობა არის, გულის მდგომარეობა არის, როცა მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ღმერთმა მომცა, რაც ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში დაუშვა და მაქვს განცდა, რომ ბედნიერებისთვის რაღაც მაკლია. შეგიძლიათ გაიაზროთ, რატომ შეიძლება არ გქონდეს ჯანმრთელი და კარგი ოჯახები. თუ გინდათ ითამაშეთ. თუ გინდა მოირგეთ იმიჯი, შეიძლება წარმატებით ატარებთ ამას, როგორი ბედნიერი ვარ, როგორი კმაყოფილი ვარ ჩემს ქორწინებაში. ანდა ცნობთ ამ ფაქტს, ამ ჭეშმარიტებას და შეუდგებით განკურნებას. რეალური კმაყოფილების მიღწევას. რატომ შემაწუხა ამ საკითხო, მეგობრებო? მოდი ყველაფერი ასე იყოს.
მოდი დავტოვოთ ყველაფერი, ადამიანებს უბრალოდ უთხრათ, რომ გაიღიმეთ რა. ეკლესიაში რომ ხართ, გაიღიმეთ, ხალხს ეჩვენეთ მხიარულად და დავკმაყოფილდებით ამით, აი ყველა იღიმის ასე შორს ვერ წავალთ. ასე უბრალოდ შორს ვერ წავალთ ქრისტიანები. რაში შეიძლება იყოს, ანუ რაში შეიძლება გამოიხატოს უკმაყოფილება? რა შეიძლება გამოხატავდეს უკმაყოფილება? პატარა ჩამონათვალი გექნებათ. როცა მე ვარ უკმაყოფილო, ამით შეიძლება გამოვხატავდე ღმერთის განზრახვებისადმი უნდობლობას. ბიბლია ამბობს, რომ ყველა ღმერთის განზრახვა არის სასიკეთო. მაშინ მე რატომ ვარ უკმაყოფილო? რატო ვერ მივაღწიე იმ მდგომარეობას, რომ უკმაყოფილი ვიყო? ანუ როცა მე ვარ უკმაყოფილო, შეიძლება უნდობლობით ვექცეოდე ღმერთის განზრახვებს. ნუ იჩქარებთ მეგობრებო. შეიძლება ახლა მყარაძი არა აშუაშია ღმერთის უნდობლობა, მე სხვა რამით ვარ უკმაყოფილო. ღმერთით კი არა ვარ უკმაყოფილო. მეგობრებო, ასე არ ხდება, მე რა პრინციპებსაც გაძლევთ, შეხედეთ. რატომ ვარ უკმაყოფილო? ესე იგი არ მომწონს ის, აი არ ვარ იმით კმაყოფილი, რაც ჩემს ცხოვრებაში ეშვება, ან რაც ღმერთმა მომცა. ამიტომ ვეძებ რაღაც ახალ გზებს. ჩემს ბედნიერებას რაღაც აკლია. აი რაში შეიძლება გამოიხატებოდეს. ესე იგი, ღმერთის განზრახვებისადმი უნდობლობა. De facto სიტყვით კი ვამბობ, ღმერთის განზრახვები სასიკეთოა, ყველა ღმერთის განზრახვა სასიკეთოა. შეიძლება ამინს ვამბობდი ამაზე. მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაგვირვებსო. მადლიერების ნაკლებობა შეიძლება გამოხატავდეს და მე ფჩხილებში სპეციალურად ჩავსვი სიტყვა უმადურება. იმიტომ რომ თუ ადამიანს ეტყვი უმადური ხარო, ადამიანი გაბრაზდება. მაგრამ თუ ასე ეტყვი რომ შენ ცხოვრებას მადლიერება აკლიაო, შეიძლება ისე აღარ გაგიბრაზდეს. მომყვებით? აი სად მიწევს მე სიფთხილეში გავლა? მე ვერ გეტყვით თქვენ უმადური ხალხი ხართ. მაგრამ გეტყვით რომ შესაძლებელია თქვენ ცხოვრებას მადლიერება აკლდეს. იმიტომ რომ უკმაყოფილობა ჩვენი გამუდმებული უკმაყოფილება შეიძლება მიუთითებდეს უმადურობაზე. შეიძლება აი როგორ გამოხატავდეს ამას. და მესამე, სხვებთან მუდმივი შედარებას. მე არავის არ ვედარები. ხალხო ახლა ერთი პატარა ჩართვა უნდა გავაკეთო, შეიძლება 5 წუთი დამჭირდეს ამაზე. გუშინ დავხარჯე ბევრი დრო. არსებობს ასეთი ფენომენს ეძახიან, ჯონსის ფენომენი არის. თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ ახალგაზრდებო. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ეს. ჯონსი არის ერთ-ერთი ამერიკული გვარი, ყველაზე მეტად გავრცელებული გვარი ყოფილა ამერიკაში. ფილმებია გადაღებული ამაზე, რასაც გეუნებით. გუშინ ერთი ფილმი მოვძებნე და ნახევარ ფილმს უყურე სპეციალურად, რომ კარგად გამეგო. ამას ჯონსების ოჯახი ქვია, ცოტა სხვანაირად არის ინგლისურში რა სახელწოდებითაც არის ეს ფილმი. 2016 წლის ფილმი არის, ქართულ ენაზე გახმოვანებული ვერ ვიპოვე. ჯონსების კვალდაკვალ, ასე ქვია დაახლოებით ინგლისურად ამ ფილმს. ჯონსების კვალდაკვალ. ეს ფილმი იცით რაზე არის, მეგობრებო? არის ოჯახი, ჯონსების ოჯახი, რომლებიც მეგობრებო არიან წარმატებული ოჯახი, აქვთ კარგი მანქანა, გარეგნულად კარგად გამოიყურებიან და მის მეზობლებზე მეგობრებო ახდენენ ისეთ გავლენას, რომ ყველას უნდა ის, რაც აქვთ ჯონსებს, ხვდებით? ერთ დღეს ჯონსი მოდის ახალი აუდით, მეზობლებს უნდებათ, იმიტომ რომ ჯონსებს აქვთ. და ცოლი ქმარს უკვე სახში უწყებს ზეწოლას, რომ აი იმას კარგი მანქანა ყავს, ის გოლფის კლუბში დადის. მე იქ ვერ დავდივარ, ის იოგაზე დადის. მე ვერ დავდივარ და მთელი ფილმი მეგობრებო არის გადაღებული და ეს ფილმის იდეა იცით საიდან გაჩნდა თურმე? მეც მე-20 საუკუნეში რაღაცა კომიქსები, ამერიკაში ეს კომიქსების ისტორია ცნობილი არის, აი მულტიპლიკაციური ფილმი რო ავიღოთ ჩვენს ენაზე. აქ გაჩნდა თურმე ეს ფენომენი პირველად, რომ აი არის ადამიანი, რომელიც სხვას ადარებს მუდმივად და ამიტომ უნდა რომ სხვას აქვს. და დღეს ეს ფსიქოლოგიაში არის შეტანილი და ჩემდა გასაოცრად მეგობრებო ეს ინგლისური ტერმინი მე აღარ დავწერე, იმიტომ რომ იცით რომ მე ინგლისურში მაგარი არ ვარ, ისე რო არ გამომსვლოდა. ანუ ჯონსის კვალდაკვალ მეგობრებო გახდა იდიომა ინგლისურში, გამონათქვამი გახდა ინგლისურში და ადამიანი რომელიც ინგლისურად აზროვნებს და ინგლისური იდიომების განმარტებები იცის, თუ შენ ეტყვი რომ აი ეს ჯონსის ესეთი ფენომენი ის ხდება რას ნიშნავს? ეს არის დაახლოებით ახსნა, რომ ადამიანი ადარებს სხვას თავის ცხოვრებას და უნდა ის რაც აქვს სხვას. ასე რომ ეს არ გეგონოთ უბრალო რაღაცა. ანუ რა შეიძლება გამოხატავდეს? უკმაყოფილება შეიძლება გამოხატავდეს
ღმერთის განსხვავებისადმი უნდობლობას, მადლიერების ნაკლებობას, ანუ უმადურობას და სხვებთან მუდმივ შედარებას. და როცა სხვასთან ადარებ, შეუძლებელია უკმაყოფილო არ გაჩნდე. მეგობრებო, ძალიან ხშირად ადარებენ, მომისმინეთ ახლა. ადამიანები ადარებენ ცოლებს, ხვის ცოლებს, ქმრები, ცოლები ადარებენ ქმრებს, ხვის ქმრებს. შენ იწყებ შედარებას, ბავშვიც იწყებს შედარებას. შეიძლება ბავშვებს გარკვეულწილად რაღაც გაკვეთილი მისცეთ, მაგრამ ასეთი შედარება თავისი შინაარსით, თავისი არსით არც თუ ისე ჭკვიანური არის. შეიძლება ბავშვს, მეგობრებო, ზიზღიც კი ჩამოუყალიბო. შეიძლება ბავშვს ისიც კი დააჯერო, რომ ის მეტად მოგწონს, ვიდრე საკუთარი შვილი. მომისმინეთ? ერთ-ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა, პატარა საყვედური, ისა ფორმა დაკარგე, გასუქთი. იმას ნახე, ახლა ამას ქმარი რო იტყვი, შეიძლება ტაფა მოხდეს თავში, ხალხს უახსენებს ამ დროს, მაგრამ დაუკვირდით ამას, მეგობრებო. შედარება. რატომ არის ხოლმე რეკლამებში სრულყოფილი? ნახეთ როგორ დაგწინის ეშმაკი. გამოფენენ ხოლმე ასე რაღაც სრულყოფილ სხეულებს. და ადამიანი უყურებს ამ ყველაფერს და ვერც კი წარმოუდგენია რომ ბუნებაში კი ბევრი იყო შეიძლება კარგი სხეული, მაგრამ ის რასაც იქ თავაზობენ ხოლმე არის რა ვიცი, აი $50,000 რომ დაახარჯა ოპელს, ისიც გამოვა რაღაცა. გესმით? რატომ ხდება? ძვირფასებო მომისმინეთ, კიდე ერთი თამამი რაღაცა უნდა გითხრათ. პორნოგრაფიაზე დამოკიდებული ადამიანების ანონიმურობის შენარჩუნებით ამბობენ, რომ სექსუალური თანაცხოვრების დროს სხვა მამაკაცზე და სხვა ქალზე ფიქრობენ. ეს ფენომენია, იცოდეთ. თქვენ რომ მიხვდეთ რას ნიშნავს ეს შედარება, არავის არ ვედარები, მეგობრებო, ეს ფენომენია. ამით დაბომბილი იქნები და კიდევ ბევრჯერ დაიბომბები, გიმეორებთ. ეს ბომბები შენ ცხოვრებაში მუდმივად წამოვა მტრისგან. იმიტომ მან იცის როგორ გაქციოს უკმაყოფილოთ. მან შენზე კარგად იცის რას ნიშნავს, როცა შენს გულში უკმაყოფილების თესლი ჩაითესება. შენ ამას ყურადღებას არ აქცევ. იმიტომ რომ არ ხარ კარგად ამაში ჯერჯერობით გაწვრთნილი, მაგრამ და დღევანდელ დღეს დაიწყოს ჩვენი გაწვრთნა ამ სფეროში. დღევანდელ დღეს აგვეხილოს ბევრი რამისთვის თვალები, საიდან მოდის ჩვენს ურთიერთობებში პრობლემები, საიდან ჩდება ოჯახებში უკმაყოფილობები. შეიძლება ერთი მხარე სადღაცა გზნობდეს, მაგრამ ეს იმდენად ტაბუირებულია, როგორ ეტყვის ამის შესახებ თავის მეორე ნახევარს, ან საერთოდ წყებსთან როგორ მივა, ან ლიდერებთან როგორ ილაპარაკებს. მომისმინეთ, რასაც ვამბობ. ჩვენ საგულდაგულოდ მალავთ ხოლმე ხშირად, მეგობრებო, ამ საკითხებს. ჩვენ არ გვინდა სხვებთან ამაზე ლაპარაკი. ამას როგორ ვიტყვი ახლა მე კაცო, სხვა ქალზე ვფიქრობ ან სხვა კაცზე ვფიქრობ. არ არის აუცილებელი რაღაცეები გამოიგონოთ, მეგობრებო, მაგრამ ის რომ ეს ფენომენი, რასაც როგორც გითხარი, ჯონსის ფენომენი, უბრალოდ იმიტომ ეწოდა, რომ ყველაზე მეტი გვარია და ყველა როცა ასეთი ჯონსი შენს გარშემო ჩდება, ვიღაცა ჯონსი თუ სიკინჯალაშვილი, ადამიანები იწყებენ, მეგობრებო, შედარებას მათთან და ხშირად ქვეცნობიერში ადამიანები მოქმედებენ ასე, იმან გააკეთა, მეც იმიტომ ვაკეთებ. იმას აქვს და მეც მინდა რომ მქონდეს. იმის შვილს ეს გაუკეთა, მეც უნდა გაუკეთო ჩემს შვილს. კარგი мотиваციის წყარო არის, არ არის კარგი мотиваციის წყარო. ეს არსად არ გაჩერდება, მეგობრებო. იმიტომ რომ არ გამოილებიან ჯონსები, არ გამოილებიან გელაშვილები თუ ბარბაკაძეები, არ გამოილებიან და ჩვენ მუდმივად ვიქნებით გამოკიდებული სხვების შედარებას. ანორექსიის პრობლემა, იცით რამ გააჩინა? იცით რა არის ანორექსია? ანორექსია ეს არის, მეგობრებო, უკვე დაავადებაში გადასული მიდრეკილება, როცა ადამიანი უკვე საჭმელს ვეღარ იღებს და ხშირ შემთხვევაში სწორად ამ კომპლექსი, რომ როცა ადამიანები ჭარბწონები არიან, განსაკუთრებით გოგონებში არის ფეხმოკიდებული, იმდენად უნდათ რომ მოიკლონ ზედმეტი კილოგრამები, განა არ არის ზედმეტ კილოგრამებს მეც ვიკლებ, ახლა ძალიან ძვირი მიჯდება ცხოვრებით, თორე ფინანსურად კი არა. ყველა გემრიელობაზე უარი ვთქვი უკვე 10 დღეა, აბსოლუტურად ყველა გემრიელობაზე. პური არ მიჭამია საერთოდ 10 დღის განმავლობაში. და ამ დროს აი გულში რაღაცა ნამცხვარი შემოიტანეს, ისე გამოიყურებოდა, არ მაქვს დიდი მიდრეკილება ზოგადად ტორტებ, მაგრამ
10 დღის მარხული ხარ ამ სიტუაციაში და თავაზობს მარი ნამცხვარს არ შეჭამ და არ გინდა ასე ზოგჯერ ასე მეგე კი მინდა მაგრამ როგორ არ მინდა გესმით რასაც ვამბობ მაგრამ ანორექსია ჩდება მაშინ როცა ეს ამომტყუფურ რაღაცაში გადადის მუდმივად შედარება შეხედავს აგერ ვიღაცა მოდის ძალიან ისეთი კარგი სხეულის პატრონი და ადამიანები გადადიან ისეთ დამოკიდებულებაში რომ ორგანიზმი საჭმელს ვეღარ იღებს და ავადმყოფობაში გადადეს. კარგით, მოდი გავაგზავნოთ. როგორ განვასხვაოთ კმაყოფილება და უკმაყოფილება? ორი პატარა განმარტება. კმაყოფილება. მადლობერი ვარ იმისთვის, რაც მაქვს და ღმერთს ვენდობი იმაში, რაც ჯერ არ მაქვს. ფაქტიურად ეს ლოზუნგი შეგვიძლია გამოვასხივოთ. რა არის კმაყოფილება? ჩემგან გამოხატული კმაყოფილება უნდა იყოს ასეთი: ღმერთს მადლობას უხდი ყველაფრისთვის, რაც მაქვს. გახსოვთ ერთი ტერმინი, რომელიც დავამკვიდრეთ წინა წელს, როგორ ხარო ვიღაცა რომ მკითხავს, იმაზე უკეთესად ვიდრე ვიმსახურებო. შენ თუ ამას მეგობრებო სინამდვილეში ეთანხმები და ასე იმეორებ, ეს უდიდესი განაცხადია. თუ არ ეთანხმები და სიტყვის მასალად იყენებ, არაფრის მომცემი არ არის, არც შენთვის და არც სხვისთვის, მაგრამ წარმოვიდგინეთ, ადამიანი მეკითხება, როგორ ხარ და მე რას პასუხობ, ეს კი არ არის მთავარი, მე რას განვიცდი და რას გზნობ, ეს არის მთავარი, ჩემი შინაგანი მდგომარეობა რა არის. თუ ჩემი შინაგანი მდგომარეობა ასეთია, ღმერთს მადლობა, იმაზე უკეთ ვარ, ვიდრე ვიმსახურებ. მე უკმაყოფილების ადგილს აღარ ვტოვებ. ანუ კმაყოფილება განიმარტება ასე: მადლობელი ვარ ღმერთის, რაც მაქვს და ვენდობი იმაში, რაც არ მაქვს. ანუ მე мотиваცია კი არ დავკარგე. მე რაღაც მათ კი არ გადავიქცეცი, ინერტულ ადამიანს არ მაქვს და მწყემს თქვა, რომ არ გაქვს, მაინც კმაყოფილი იყავიო. არა, მე ამის მსგავსი არაფერი არ მithქვავს. რაც მაქვს, იმისთვის ვსწავლობ მადლიერებას. იმით ვარ კმაყოფილი და ღმერთს ვენდობი, რაც არ მაქვს. ხოლო უკმაყოფილება როგორ ჟღერს? რაც მაქვს არასაკმარისია, მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა ყველა ჩემი სურვილი შესრულდება. ზოგი მეგობრებო, იმდენად მწვავედ რეაგირებს. ზოგჯერ იმდენად ელემენტარული საკითხების გამო ვართ ხოლმე უკმაყოფილონი. გესმით? ბევრჯერ მithქვავს ხოლმე, აი, სახში მეგობრებო, ინსტიტუტი, აი, გაიხსენეთ მაგალითად ცოლქმრები რაზე ლაპარაკობთ. არის მომენტები, როცა შეიძლება მეტი პრობლემა იყოს, მეტი გაჭირვება, იყო 90-იანებში, მეგობრებო, საერთოდ ქონდა ის იდეალები 90-იანებში, რაც ახლა შეიძლება გვაქვს. 90-იანებში ვიყავით თავის გადარჩენის რეჟიმზე. და დღეს შეიძლება რაზე ვდაყო ეს ნიშა რა აღარ მომწონ, შეიძლება ცოლი ამბობდეს. მე ცოლებს კი არაფერს ვაბრალი. კაცების ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი. კაცი წავა და მანქანას დაახარჯავს 500 ლარს და ცოლი ამაზე გიждდება. ჩვენ ასე ვარ სხვანაირად მოწყობილნი ვართ ხალხო. ის ფიქრობს ახალ ჭურჭელზე, მე ბევრჯერ ვამბობდი ხოლმე ამას მეგობრებო, რომ არა ჩემი მეუღლე, ჩვენ გვექნებოდა სახში 5 თებში, თებში იცით რომ მსხვევადია, მე 5 სტუმარი თუ მოგვივიდოდა გვექნებოდა 3 თებში და შემოგთავაზებდით მორიგეობით. მე რო ვიყო სახლის გამგებელი ამ შემთხვევაში, არც ვიფიქრებდი ამაზე, ჩემი ტვინი ასეა მოწყობილი. სულელი ვარ, არა. მაგრამ მე არ ვაქცევ ასეთ რაღაცეებს ყურადღებას. მე საერთოდ არ მესმოდა რა საჭიროა 5 ქვაბი ან 4 ტაფა. იძულებული ვარ აქ წავიდე. კმაყოფილება როგორ ჟღერს? მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. არის ასე სინამდვილეში ქრისტიანები, არ გინდათ, არა, უბრალოდ იფიქრეთ. მე ის ვიცი რომ დილას რო გავიღვიძებ, უნდა უთხრა ღმერთო მადლობა რომ გამითენე დღე. თამაშ შეიძლება რუტინულადაც ვამბობდე. მაგრამ შეამოწმე შენი თავი, ხარ კმაყოფილი იმით რაც გაქვს? იმით რაც გაქვს. არა, რაც არ გაქვს, იმაზე ხო არ გეუნევით, მაგრამ იმით კმაყოფილება შეგიძლია გამოხატო რაც გაქვს. შეგიძლია პოზიტიური იყო დილით, ღმერთო მადლობა. ყველაფრისთვის რაც მაქვს. შეიძლება არ მოგწონ შენი ბინა, იმიტომ რომ ჯონს უკეთესი აქვს. მაგრამ შეგიძლია თქვა მადლობა ღმერთო რომ ჭერი მაქვს. დღეს იმ 100,000-ობით და მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც ჭერი არ აქვს, რომელიც ქირაში ცხოვრობს. მადლობა ღმერთს რომ ქმარი მყავს, შეიძლება 130 კილო. მაგრამ მადლობა ღმერთო შენ. თუ არ გამოილევიან ჯონსები, მეგობრებო, ეს ტერმინი მოდი დავამკვიდროთ. დღეს დააკვირდით ახალგაზრდა, აი ღამე როცა დავდივარ, ღამე გამოდიან ხოლმე ეს
ეგრეთ წოდებული მოზარდების ადრიფტაო ძირითადად. მე არ ვიცი მეგობრებო ასეთ მანქანებს როგორ ყიდულობ. აი გეუბნებით ახლა გუშინ მანქანები მოძრაობდა ჩვენთან ნიკიაზე, მე არ ვიცი ეს პატარა ბიჭები ამ მანქანებს როგორ ყიდულობ. ძალიან ძვირადღირებული. მერე დიდი ფულები დახარჯული ძრავების გაძლიერებაზე. და დადიან სულ პატარა ბიჭები. მე იქ არ მინახავს ხალხო 30 წლის კაციც არ მინახავს. სულ პატარა ბიჭები. რატომ? ჯონსის ფენომენი. ჯონსის ფენომენი. სჭირდება? არაფერში არ სჭირდება. ჰობი სხვა რამეა, მეგობრებო, იცით, ჰობი აქვს ვიღაცას, მაგრამ ამათვის იმას აქში ყველაფერი ჰობია. ხვდებით ქრისტიანებო? მერე მოვა შენი შვილი, ჯონსი ყავს კლასელი. წავა უკმაყოფილება. ჯონსებს ვეჭყობოთ? თქვენ რაკენით იცით? მოძებნეთ ასეთი ჯონსები მიუვარდით სახლში. უთხარით აღარ გავიგონო თქვენი გავლენა ჩემ შვილებზე ან ჩემ სახლზე. არა, ასე არ გამოვა, თქვენ შინაგანს უნდა მიხედოთ ძვირფასები. რომ არ იყოთ მართული მუდმივად სხვასთან შედარებით, ვერ ისწავლით იმით კმაყოფილებას, რაც უკვე გააქვს. რაც შესაძლებელია უკვე გზაშია. ერთი ცნობილი მსახური კენეთ ხეიგენი თუ არ მეშლება ამბობდა, იყავი მადლიერი, ღმერთის ყველა აღთქმისო, თუნდაც შეუსრულებლის, იმიტომ რომ გწამდესო, რომ უკვე გზაშიაო. კარგით გავაგზელოთ მეგობრებო უბრალოდ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ მეორე თემა გვაქვს შემდეგ კვირას. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკმაყოფილებას გააჩნია თავის დადებითი მხარე, ოღონდ რა შემთხვევაში. როცა უკმაყოფილოები ვართ საკუთარი სულიერი ცხოვრებით, როცა უკმაყოფილოები ვართ ჩვენს გარშემო მიმდინარე ბოროტებით, უსამართლობით, ასეთი ტიპის უკმაყოფილება შეიძლება მეგობრებო სასიკეთოთაც კი გვექცეს. ხვდებით რითი შეიძლება იყო უკმაყოფილო? საკუთარი სულიერი ცხოვრებით თუ ხარ უკმაყოფილო, ეს შეიძლება ზურგის ქარი გახდეს შენთვის, რომ სტოლბილიკზე გადახვიდე. როცა სწორ მიმართულებას მიცევ ასეთი ტიპის უკმაყოფილებას, ბილიკი იქნება კმაყოფილებისკენ. უკმაყოფილების კლასიკური მაგალითია ისრაელი ხალხის მოძრაობა უდაბნოში. ერთი წუთით გადაავლეთ ბიბლიის მკითხველებო თვალე ამ ისტორიას. ისრაელი უდაბნოში 40 წელი. ისრაელი უდაბნოში, ეს არის უდიდესი თეოლოგიური თემა. ფენომენი, ცალკე აღებული. არა ზოგადად ისრაელი, არამედ ისრაელი უდაბნოში. რომელი უდაბნოც ღმერთმა დაუშვა. ეხლა რა ვახსენეთ, როცა ღმერთი დაუშვებს, როცა ღმერთი რაღაცას უშვებს ჩვენ ცხოვრებაში. ეს იყო 40 დღის გზა. გაგრძელდა 40 წელიწადი. A პუნქტიდან B პუნქტამდე მივიდოდა ისრაელი. და თქვენ ეს იცით უკვე ბიბლიურად. ვინც ბიბლიას კითხულობთ, იცით, A პუნქტიდან B პუნქტამდე გზა არ იყო განადგურების გზა. ღვთის გეგმის მიხედვით, ღვთის ჩანაფიქრის მიხედვით, A პუნქტი იყო ცუდი პუნქტი, A პუნქტი იყო მონობის პუნქტი, B პუნქტი იყო თავისუფლების პუნქტი, B პუნქტი იყო კურთხევის პუნქტი. შეხედეთ, როგორ შეიძლებოდა ძვირფასებო ამ A პუნქტიდან B პუნქტამდე ხალხი ყოფილიყო ისეთი უკმაყოფილო, რომ ამბოხება დაეწყოთ ღმერთის წინააღმდეგ. ისინი გაფრთხილებული იყვნენ ქრისტიანებო, რომ თქვენ მიდიხართ წყევლიდან კურთხევაში, თქვენ მიდიხართ მონობიდან თავისუფლებაში. მაგრამ მათ მოახერხეს, მათ შეძლეს ამბოხება დაეწყოთ ღმერთის წინაშე. მათი შინაგანი მდგომარეობა იყო უკმაყოფილო იმის გამო, რაც ჰქონდათ, არ მოსწონდათ, რაც ჰქონდათ, არ მოსწონდათ ეს საჭმელი ზეციური. არ მოსწონდათ ის, რომ ერთი და იგივე ტანსაცმლით დადიოდნენ, არ იხეოდა ეს ჩამოკონკილი კი არ იყო, ბიბლია ამბობდა, არ ცვდებოდა ფეხსაცმელი. ეს იყო ზებუნებრივი სასწაული, არ ცვდებოდა ტანსაცმელი. და მოდი იუმორით რო ვთქვათ, მაგრამ ისინი ჩაუვლიდნენ რა, არმანის მაღაზიას ან შანელის მაღაზიას პირო ხუმრობით ომობ ეს აღეს თორად არავინ გაიგოთ ხალხო. და იწყებოდა შეხედეთ, ჩვენ რა გვაცვია, შეხედეთ ეს 20 წლის უკან გამოშვებული რაღაცა. და იმდენად ჩავარდნენ უკმაყოფილებაში, მათი ძვლები ჩაიყარა უდაბნოში. ღვთიური განზრახვა როგორი იყო, მხოლოდ სასიკეთო. ღმერთი ყოველ დღეს ზრუნავდა მათთვის, როცა ისინი წუწუნს იწყებდნენ, ხორცი გვინდა, ღმერთი აგზავნიდა ასე პარტიებად მწყერს.
რომელთა შესახებ არც იარაღი გაუსროლიათ, არც ტყვია დაუხარჯავთ, მოდიოდა ეს წყერი და ეფინებოდა მიწას. როცა წყალი არ იყო უდაბნოში, ღმერთი კლდიდან აჩქეფებდა წყალს. ხალხო, ეს სადღეგრძელოები არ არის, იფიქრეთ, მათი წოდენ ეს მარშრუტი, მათი წოდენ ღმერთის ნება, ღმერთი ეუნეოდა გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გავანადგურე მთელი მტრები და მიდიხართ კურთხეული ქვეყნისკენ, ზვერავებმაც როცა მოიტანეს ამბავი. ნახეთ, ზვერავებმა მოიტანეს ნაყოფები, მეგობრებო, აღთქმული მიწის. გახსოვთ, რამდენს ახსოვს? ზვერავებმა სიტყვა კი არ მოიტანეს, აღთქმული მიწის ნაყოფები მოიტანეს. ხალხმა შეხედა, მეორე დღეს დაიწყო მასიური ამბოხება. ხვდებით რა არის ახლა ეს ფენომენი? უკმაყოფილების ფენომენი. იგავნი 19:23 უფლის შის სიცოცხლისკენ მიხავს კაცი, კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა. უფლის წმინდა შიშია, რასაც მიუყავართ, მეგობრებო, სიცოცხლისკენ. უფლის წმინდა მოშიშება არის გარანტია, რომ ვისწავლოთ კმაყოფილება. თუ ღმერთი არ იქნება, მეგობრებო, ყველაფრის წყაროთ მიჩნეული, თუ ღმერთი არ იქნება თავის ადგილზე ჩვენს ცხოვრებაში, რა ბედნიერი ვარ, რომ დღეს უკეთესად მესმის, უპირველეს ყოვლისა ეძებე ღვთის სამეფო, რომ შეგემატო სხვა რამე. ნახეთ, ღმერთმა როგორი აღთქმა მოგცა, თუ ღვთის სამეფოს ყოველთვის ვაპირველებთ ჩვენს ცხოვრებაში, ეს ბუნებრივად არ ხდება. ეს შენი დეკლარაცია არ არის საკმარისი. ჩემს ცხოვრებაში ღმერთი პირველია. არა, მეგობრებო, ეს დეკლარაცია საკმარისი არ არის. თუ მოახერხებ და ღვთის სამეფოს აპირველებ, ღვთის აღთქმა მოქმედებაში მოდის, ყველაფერი შეგემატება. კმაყოფილი დაიძინებ. რაც არ გააქვს, ღმერთს მიენდობი იმის გამო, იმიტომ რომ შენი გამოცდილება პოზიტიური გამოცდილება იქნება. ებრაელთა 13:5 ვერცხლის მოყვარენი ნუ იქნებით, ფულის მოყვარენი. დასჯერდით იმას, რაც გააქვთ, რადგან თქვა, არ მიგატოვებთ, არ დაგაგდებთ. თარგმანი, რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, ახალი ცოცხალი თარგმანი, NLT ასე ქვია, ამის აბრიავიტურა, ვისაც გინდათ გადმოიწეროთ თქვენს ბიბლიის აპლიკაციაში. იქ პირდაპირ წერია, ვერცხლის მოყვარენი ნუ იქნებით, კმაყოფილი იყავით იმას, რაც გააქვთ. კმაყოფილი იყავით იმით, რაც გააქვთ. მეგობრებო, კმაყოფილება იმით, რაც მაქვს, არ ნიშნავს მოტივაციის დაკარგვას, მაგრამ კმაყოფილება ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ბედნიერს ღვთის, რომელიც მადლიერს მხდის. ხოლო უმადურობა, მეგობრებო, არის ატომური ბომბივით, უმადურობა არის დადებული ნაღმებივით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ქაოსს მოიტანს. ნამდვილი კმაყოფილება მხოლოდ უფალშია. როცა ღმერთის ნებაში ვცხოვრობთ და დავდივართ ყოველდღიურად. ირწმუნეთ ეს, მეგობრებო, წაკითხული მუხლებიდან გამომდინარე, ნამდვილი არა ყალბი კმაყოფილება მხოლოდ უფალში მიიღწევა. როცა მის ნებაში დავდივართ და მის ნებაში ვცხოვრობთ ყოველდღიურად. ჩვენ დაცემულ ქვეყნიერებაზე ვცხოვრობთ, სადაც მუდმივად ვიბომბებით უკმაყოფილების ბომბებით. არ გამოირევიან, მეგობრებო, არა მხოლოდ ჯონსები, რომლებიც არიან ბედნიერების ეტალონები ჩვენთვის, მაგრამ სინამდვილეში მათი ცხოვრება არ ვიცით. ეს ფილმი, რომელსაც გუშინ ვუყურებდი და ვეღარ დავამთავრე, მეგობრებო, ეს ჯონსების როცა გადავლენ იქ კონკრეტულ დასახლებაში, თავისი მიზანი აქვს, მეგობრებო. რაღაცა ქსელურ მარკეტინგს მიყვებიან, გაყიდვებით არიან დაკავებული და პოლიტიკა ამ კომპანიის არის, რომ ეჩვენონ წარმატებულად ხალხო, ისინი ახთენენ გავლენას, მერე ყიდიან ასე თავის პროდუქციას. და მერე იგებ ფილმის დროს, რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი კი არ არიან. კომპანიამ შექმნა საჩვენებლად ეს ქალი და კაცი, ასწავლა როგორ ითამაშონ ბედნიერი ადამიანის როლი. მათი შვილები არ არიან, კომპანიის პროდუქტია ეს ყველაფერი. და ეს ყველაფერი, მეგობრებო, როცა გამჟღავნდება, სულ ჩამოიშლება ეს. ხვდებით, ადამიანები ერთმანეთში უყურე, აი ნახეთ, ამათ შეუნატროდით. ახლა მეორე მხარეზე დაინახეთ, ჯონსის ფენომენი ასეთია. ჩვენ არ ვიცით იქ რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ ის ნივთები გვინდა მათ რათა აქვთ, იმიტომ რომ გონია რომ ნივთი ხდის ბედნიერს. ჩვენს გარშემო არ გამოივლებიან ადამიანები ასევე, რომლებიც, მეგობრებო, იქნებიან ცუდი მაგალითის მომცემი. იქნებიან ასეთი ასე ვიბომბებით, მე ისინი რო არიან უკმაყოფილოები, ჩვენც უკმაყოფილოები ვართ. და ადვილია ხშირად ადამიანები, თუნდაც, მეგობრებო, ახლა მე ყოველთვის ვერ იდები რაღაც პოლიტიკურს, მაგრამ როგორ გორდება ყველაფერი, როგორ გორდება ნარატივი, თუ 10 კაცი ამბობს, რომ ცუდად არის, მე-11 წიწღებს ლაპარაკს, ყველაფერი ცუდად არის. თუ 10 კაცმა თქვა, რომ სამსახური არ არის, მე-11 იმეორებს, არ არის სამსახური.
დაიმახსოვრეთ ეს, რომ ჩვენ ყოველთვის დავიბომბებით ამ უკმაყოფილების ბომბებით. ეშმაკი ცდილობს ყალბი კმაყოფილებისკენ მიაქციოს ჩვენი ყურადღება, ამიტომ უნდა დაუბლოკოთ მისი ხმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. შეეცადეთ ამას ვიფასებ. და ბოლოს, რამდენიმე კითხვა საკუთარი თავის გამორკვევისთვის და აქვე გეტყვით, შემდეგ კვირას ეკლესიასტეს წიგნზე ვისაუბრებთ მთლიანად. ეკლესიასტეს წიგნის ცნობილი მონაკვეთი, როცა სოლომონი ყველაზე წარმატებული ადამიანი. შეიძლება დღეს ის ვეღარ ეწევა, იმდენად ჩქარა იცვლება, მეგობრებო, ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის ილონ მასკის ქონება ტრილიონი დააგროვა. 2 წლის წინანდელი კვლევებით, მეგობრებო, სოლომონი ბილი გეიტსზე და ილონ მასკზე ერთად აღებული მდიდარი იყო. წარმოგიდგენიათ რა ქონებას ფლობდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა ამ ადამიანს და ამ კაცს ეკუთვნის წერილი ეკლესიასტეს წიგნი, სადაც ის იწყებს ლაპარაკს, ყველაფერი ამაოა. გავეკიდე სახელს, მივხვდი რომ ამაოება იყო. დავაგროვე ქონება, არ მომიტანა ბედნიერება. ეს არის უნიკალური სწავლება, კიდე გიმეორეთ, ასე რომ შემდეგ კვირას გეპატიჟებით ყველა. ეს მხოლოდ შესავალი იყო, რაც დღეს ვილაპარაკეთ, ეს მხოლოდ პატარა უინტერესო შესავალი იყო იმასთან შედარებით, რადგან კვირას უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი არის ფერხულში ჩაბმული, რამდენი ადამიანი მისდევს ამას. და მე უფრო კონკრეტული ვიქნები. და თვითგამორკვევისთვის რამდენიმე კითხვა. პირველი, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი მოწოდებით, სახურებით და ხალხით. ჩემნაირი პიროვნება, მეგობრებო, ძალიან ადვილია იყოს უკმაყოფილო, პირდაპირ გეუნებით ამას. მე ამას ჩემს დადებით მხარეთ კი არ მივიჩნევ. მე ბევრს ვიბრძვი და რომ ვისწავლო თუნდაც მადლიერება ხალხის მიმართ. რეალური მადლიერება ღმერთის წინაშე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღმერთმა მოგცე ეკლესიაში. მაგრამ რამდენადაც პიროვნული ტიპაჟის გამო, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დრაივერი ვარ, რაღაც მაქსიმალისტი. არასათანადოდ შესრულებული ყველა საქმე მაღიზიანებს. და ეს რომ მაღიზიანებს უკმაყოფილო ხდები. ამიტომ შესაძლებელია ხშირად აი ამ უკმაყოფილებამ ყველაფერი შთანთქოს. ყველა ერთგულება შეუმჩნეველი დარჩეს. ის ცირედი ერთგულება თუნდაც რასაც ღმერთი არავის არ უკარგავს. ნახეთ, ბიბლია პირდაპირ გვეუბნება, ღმერთი არ არისო უსამართლო დაივიწყოსო თქვენი შრომა. თუნდაც მცირედი. ამიტომ მე ყოველთვის ბრძოლა მიწევს. ჩემს სახლშიდაც ასეა, ეკლესიაშიც ასეა, მაგრამ ამავე დროს გავაცნობიერე რა ეს წლების უკან. გავაცნობიერე რა ღმერთს ვეუბნები, ღმერთო, მადლობა იმ ხალხისთვის, რომელიც მომეცი. გემადლიერები იმ ადამიანებისთვის, რომელიც მომეცი მსახურებაში, რომელიც მომეცი მოწოდებაში. კითხე შენ თავს, ხარ კმაყოფილი შენი მოწოდებით ზოგადად? ჩემი მოწოდება რა მოწოდება არის, კაცო, ამის მოწოდება არ ჯობია, მუდმივად ხვის ბოსტანში ყურება, იქ უფრო გემრიელი კიტრი ჩანს. ხარ თუ არა კმაყოფილი შენი მოწოდებით, სახურებით, ან ხალხით. 1 ტიმოთეს 1:12 მადლიერი ვარ მისი, ვინ ძალა მომცა, რომ ჩვენი უფლისი იესო ქრისტესი, რომელმაც ერთგულად მიმიჩნია და მსახურებაში განმაწესა. მეორე, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ქორწინებით ან ოჯახით. თვითგამორკვევის კითხვებია. დახარჯეთ უკვე მსჯელობაში დრო სახლის ჯგუფებზე. რამდენად კმაყოფილი ხარ ოჯახით. კი ვარ, მაგრამ ეს ჯონსი რო არ იყოს, მაშინ ვიქნებოდი. აგერ ჯონსია მეზობლად. სხვაგვარით ხო არ შევცვალოთ. ეს ჯონსი არაფერს არ გეუბნებოდ, მაგრამ დარჩეთ ეს ფენომენა. თუ რაღაცა გვარი რო ვთქვათ, მე იმ გვარის ხალხი არ გამოგვეკიდოს. რამდენად კმაყოფილი ხარ, ვითამაშოთ? ქორწინებით, ან ოჯახით, ოჯახით. ხშირად მოზარდებს ახალგაზრდებს აქვთ ხოლმე ოჯახებთან შინაგანი კონფლიქტი. შობლებს გვემართება მერე, შობლებს გვემართება, გვიყვარს ჩვენი შვილები, მაგრამ იმდენად არ მოგწონს მათი რაღაცეები, რომ კონფლიქტში ვართ. რამდენად კმაყოფილი ხარ?
თვალთმაქცობა ადვილია, უფალო, მადლობა ჩემი შვილი კუებისთვის. სინამდვილეში რამდენად კმაყოფილი ხარ ქორწინებით. რამდენად ბედნიერი. მესამე, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობით. კაი რა, ძმაო, კაი რა. რაზე მელაპარაკები, წვალების ქვეყნიერება მოიცავთ მართლა. ეს ქვეყნიერება მე არ მეგონა წვალების. 8 საათი უმუშაობ, კაი კაცო. მართლა? თქვენ გონიათ ეხლა ამას დავცინი? ეხლა რომ იყოს საშუალება, საათი კიდევ გავაგზავნებდი საუბარს, ამოისუნთქეთ, არ ვაპირებ. უკეთესი სამსახურის ძებნა გონია ადამიანებს გამოსავალი. მივლენ რაღაც უკეთეს სამსახურში, 2 კვირა არის საკმარისი რომ უკმაყოფილო ლაპარაკი დავიწყოთ. მეგობრებო, იფიქრეთ, რასაც გეუბნებით. ვიღაცები აი სადაც ჩვენ არ ვართ, გონია ყველგან კარგი. ნახეთ გამრავლ და ჩართეთ მეგობრებო Facebook-ი და ნახეთ ხოლმე ზოგი ამერიკაზე. რას ლაპარაკობს? როგორ ვირებივით მუშაობენ. რამდენად უკმაყოფილოები არიან სისტემით, იმიტომ რომ გაშოვნინებს უზარმაზარ ფულს და იქვე გამოგაცლის იმ ფულს. ეხლა კითხვა მაქვს, ამ მნიშვნელობა აქვს 10,000 მიიღე და მაინც არაფერი გაქვს, თვის ბოლოს 8,000 მიიღე და მაინც არაფერი არ გაქვს, მაგრამ იქ 10,000 ხომ მივიღე. იმიტომ რომ ადამიანები იმას კი არ ლაპარაკობენ, კმაყოფილება ამ შემთხვევაში, შინაგანი კმაყოფილება რა არის? ეს ბომბია თუ პირიქით? რა არის განკარგვა სწორად, რა არის სურვილების არ გამოკიდება? ადამიანები ამას კი ვერ იგებენ. ადამიანებს მუდმივად არ ყოფნით. ამაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, აი შემდეგ კვირას პატარა ნაწილს ამაზე ვილაპარაკებთ. სწორედ ფინანსებზე ვილაპარაკებთ. სწორედ სოლომონის დამოკიდებულებიდან გაგიზიარებთ მეგობრებო. მაგრამ რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ფინანსური და მატერიალური, რატომ გავყავი? ფინანსურ მდგომარეობაში გულისხმობ შემოსავლებს, ხოლო მატერიალურ მდგომარეობაში გულისხმობ იმას, რა ქონებად შეიძლება გააქვს. მე რა სახლი მაქვს? ფილიპელთა 4:11-13 გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება რაც მაქვს. ნახეთ რა სამოვდა პავლე მოციქული. ვისწავლე იმით დაკმაყოფილება რაც მაქვს, ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც ცხოვრებავ. ზოგიერთები ასე ხატავენ რომ პავლეს უგაჭირვებაში ცხოვრება ქონა და გაჭირვებაში ცხოვრება ისწავლა. არა მეგობრებო, ეს კაცი ამბობს, ვიცი სიუხვეში ცხოვრება, ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც. ვისწავლე და ვისწავლე იმით დაკმაყოფილება რაც მაქვს. მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს სიმაძღრეს და იმშილს, სიუხვეს და ხელმოკლეობას. ვაიმე ეს როგორ ერთად როგორ? ყოველივე ძალმით ჩემი გამაძლიერებლის ქრისტეს მეშვეობით. ეხლა ამ კონტექსტს რო არ წაგვეკითხა, ეს მუხლი ზოგს აქვს ლოზუნგად. ყველაფერი ძალმით, ნახეთ სათქვა პავლემ, ხედავთ? სათქვა. თუ სიუხვე მექნება, ვიცი არ გამაფუჭობს, როგორ არ გამაფუჭოს ამ სიუხვემ? ხოლო თუ რაღაცა გვალვა დადგება, ვიცი როგორ არ დამცეს ამ გვალვამ? ასე რომ ყველაფერი შემიძლია ჩემს გამაძლიერებელ ქრისტეში. მეოთხე, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებით. ეს სხვადასხვა გარემოებებია ყველაფერი, დედამთილი, მამამთილი, სიდედრი, სიმამრი, ცოლისდა, მული, ყველაფერი. მეზობელი, რა თქმა უნდა, ჯონსი, ანის მეორე მეზობელი, რომელიც უნგრევის ისტორიებს გაჩვენებს, უკმაყოფილების, უბედურების. ეფესელთა 5:20 მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას. ყველა ეს კითხვა შეგვიძლია ასე გავაერთიანოთ, რამდენად კმაყოფილი უნდა ვიყო ჩემს მდგომარეობაში, არა ჩემი სტანდარტებიდან გამომდინარე, ამრედ ღვთიური სტანდარტებიდან გამომდინარე. აი, ეს არის მთავარი. შეიძლება ახლა ყველა ამ კითხვა, ვარ თუ არა ბედნიერი, ვარ თუ არა კმაყოფილი, მაგრამ ჩემი სტანდარტით კი არა. ყველა ამ სიტუაციაში რაც ჩამოვთვალეთ, რამდენად კმაყოფილი უნდა ვიყო ღვთიური სტანდარტით. თუ კონფლიქტში მოვდივარ, ღმერთი შეიძლება გეუნეოდეს, ყველაფერი გაქვს უკმაყოფილი. არა, უფალო რას ამბობ? შენ არ იცნობ ჩემს სულს, შენ არ იცნობ ჩემ ქმარს. და ბოლოს ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვინახოთ გვაქვს თუ არა რაიმე არაჯანსაღი უკმაყოფილება ცხოვრებაში
და ხომ არ გვიბიძგებს და გვაიძულებს ეს და უკმაყოფილებლობა ვეძებოთ კმაყოფილება არასწორი გზებით. მეგობრებო, მხოლოდ დროის მომენტია საჭირო თუ უკმაყოფილება დაიბადა, იკვებება, რაღაცა დრო არის საჭირო. მე არ ვიცი თვე წელი რომ არასწორი გზით ადამიანმა არ დაიწყოს მისი დაკმაყოფილება. ასე ხდება ღალატი, ასე შემოიჭრება ცხოვრებაში აზარტული თამაშები მოგების გულისთვის, არა გართობის გულისთვის. იმიტომ რომ ძებნა კმაყოფილებისა, რომ ახლა იქნებ ჩემი საკმარისი თანხები გავიმუშაო, იმიტომ რომ ბედნიერი არ ვარ, არ მყოფნის რასაც ვაკეთებ. ხვდებით? მეტი კონკრეტიკა თქვენ უნდა შექმნათ. ეკლესია ეს არ არის პასიური მეორე ხარისხოვანი საკითხი, არამედ ეს არის ნამდვილი ბრძოლის ხაზი. და ჩემ ქადაგებას დავამთავრებ ჩარლზ სპერჟენის ახალი ციტატით. ეს საერთოდ ეს მსახური ნეტა ამის დროს გვეცხოვრა, არა? ნახეთ რა მაგარი აზრი აქვს ჩარლზ სპერჟენს ბრძოლაზე. მთელი ყურადღება სცენაზე. ნუ იფიქრებ რომ რაც უფრო იზრდები მადლში, მით უფრო მოსწორდება შენი სავალი გზა. ხოლო საუფრო მშვიდი და მოწმენდილი გახდება. ნუ იფიქრებთ ქრისტიანებო, ჩვენ თქვით ეს ნამდვილი ბრძოლა არის. სულ ბრძოლაო, დიახ, სულ ბრძოლა. სრულიად პირიქით. რაც უფრო მეტ უნარებს განიჭებს ღმერთი, როგორც ჯვრის მეომარს, მით უფრო რთულ მისიებში გაგაგზავნის. რაც უფრო სრულყოფილად აღჭურვავს შენს ხომალდს ქარიშხლებში სანავიგაციოდ, მით უფრო ხანგრძლივ მოგჟაურობაში გაგიშვებს და უფრო ბობოგარ ზღვებზე, რათა პატივი მიაგო მას და გაიმრავლო წმინდა გაბედულება. და აბრაამის ისტორია იყო ჩვენთვის გაფრთხილება, რომ არასოდეს დაგეგმოთ განსაცდელებისგან დასვენება ცხოვრების ამ მხარეს, მიწიურ ცხოვრებას გულისხმობს. აბრაამა როცა რატო არის აქ აბრაამის ისტორია, როცა შვილი შეეძინა, გადაწყვიტა დასვენება. და ღმერთმა უთხრა ეს ის არ არის, რაც მე ვთქვი, და მერე მოუწია რა ვიცი რისი გავლა. მერე მოუწია ყველაფრის გავლა. საყვირი კვლავ საომარ ბგერას გამოსცემს. შენ ვერ ჩამოჯდები და გამარჯვების გვირგვინს ვერ დაიდგავ თავზე. რადგან ჯერ ხომ არ გაქვს ეს გვირგვინი. ამიტომ გამუდმებით ატარე თავზე მუზარადი და ხელში გეპყრას მახვილი. იფხიზლე, ილოცე და იბრძოლე. მკვდარს გააცოცხლებს ეს აზრი რა. დიდება იესო ქრისტეს. ჰალელუია. შემდეგ კვირას გელოდებით. ჩვენ მეორე ნაწილზე ვისაუბრებთ გაცილებით საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი. დღეს მოვითელეთ, ჩათვალეთ რომ შესავალი იყო ძვირფასებო, ხოლო ეკლესიასთეს წიგნიდან შემდეგ კვირას შევეხებით აი იმ ყველა საკითხს, რამაც ეს კაცი მიიყვანა ასე დასვნება.